Слушайте внимательно, что говорят братья-педиатры о токсичном молоке в Грузии. მოგესალმებით, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დღეს გაირკვა, რომ ვის პროდუქტებში აღმოჩნდა აფლატოქსინი M1 და დღეს ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს ამ ტოქსინის შესახებ. პირველ რიგში დავით რომ აფლატოქსინი M1 არის B1 სუბსტრატი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ცხოველი, რომელიც იწველება ჭამს დაბინძურებულ საკვებს, ამითი შეიძლება გადავიდეს უკვე M1 მოხდეს რძეში და შესაბამისად მერე უკვე ადამიანთან მივიდეს ამ ფორმით. ეხლა დავითი გვეტყვის თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას და რა ტიპის ტოქსინი არის ის. Ყოველ რიგში რაც შეეხება იმას თუ რამდენად საშიში არის ეს ტოქსინი, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ის კლასიფიცირებულია როგორც 2B ტიპის კანცეროგენი, ანუ რისკი იმის, რომ გარკვეული სიმსივნეების განვითარება შეუწყოს ხელი არის მაღალი. კერძოდ კი ბავშვებში მაინც ყველაზე საყურადღებო არის და მოწყვლადი არის ღვიძლი, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული ორგანოს, ასე ვთქვათ, სიმსივნეების რისკი შეიძლება გაიზარდოს. დავით, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს რისკები რაც თქვი ეხება როგორც დიდებს, ასევე ბავშვებს, უბრალოდ ბავშვის ღვიძლი უფრო განვითარების ეტაპზე არის და შესაბამისად უფრო მოწყვლადი არის, ხო? ასევე ბავშვებში როგორც წესი სწრაფი მოწამვლა არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დოზა ჭირდება ამას და იშვიათი არის ძალიან, თუმცა რაოდენობის და ხშირი მოხმარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ ეფექტებთან, როგორც არის ზრდის შეფერხება, იმუნური სისტემის დასუსტება, ასევე კოგნიტიური განვითარების შეფერხება და დავითმა რაც თქვა, ღვიძლის კიბოც შეიძლება განვითარდეს.